Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. ლიკა დოლიძე, მომღერალი. მან დეტექტორზე 50 შეკითხვას უპასუხა. აქედან შერჩეულია 21. ლიკა დოლიძის სიმართლეს დღეს სიცრუის დეტექტორი გაზომავს. ხოლო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. წითელი სკამისკენ მოემართება ცნობილი ქართველი მომღერალი ლიკა დოლიძე. ხო. მოგესალმები ლიკა. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. როგორ გძნობ თავს, ხომ არ ღელავ? რა თქმა უნდა, ცოტა ღელავ, მაგრამ აუცილებლად გულწრფელი ვიქნები და კითხვას გულწრფელად გავცემთ. ხო, დაიკავო მაშინ წითელი სკამი და როგორც შენ თქვი, იყო გულწრფელი, რადგანაც გაქვს 21 შეკითხვა ამორჩეული 50 კითხვიდან, რომელიც უნდა გამოჩნდეს უეცრად ეკრანზე და ჩვენ არ ვიცით რომელი კითხვა აღმოჩნდება. პირველი ეტაპი იგებს 500 ლარს და შემდეგ ესე მრავლდება თანხები, არჩევნის მიხედვით გააგრძელებ თუ არა თამაშს ყოველ ეტაპზე და ბოლოს 100.000 ლარს უახლოვდებით. მანამდე კი გითხარი, ვინ არიან დღეს შენი გულშემატკივრები? ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები, არა მარტო მეგობრები, ოჯახის წევრები. ნუ ახლა ჩემს თემოს და მანჩოს წარსდგენა ჩვენი მაყურებლისთვის არ ჭირდება და უბრალოდ მე წარვადგენ როგორც ჩემს ძალიან ახლო ადამიანებს. ასევე არის დღეს ჩემთან ერთად ლიზი, ჩემი გოგო, ჩემს შვილს ვეძახი, ჩვენ სტატუსით ვართ რძალდედამთილი და ისე ლიზი არის ჩემი გოგო და ჩემი ნეკო, რომელიც არც ვიცი, არ დაგვითვლია რამდენი წლის მეგობრები ვართ, სადღაც ალბათ 35 წელზე მეტი და ჩემი უახლოესი ადამიანი. სხვა შორის ძალიან იშვიათად ხდება ესე, რომ რძალი და დედამთილი. პირიქით არის ხოლმე რძალი რომ მოდის წითელ სკამზე, დედამთილი ზის ხოლმე თეთრ სკამზე. რას ელოდები დედამთილისგან ლიზი? ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს იტყვის სიმართლეს, რადგან ძალიან გულწრფელი და გულახდილი ადამიანია. მე ძალიან გული დამწყდა, რომ დღეს თქვენი მეუღლე არ არის გადაცემაში. მორიდებული ადამიანი არის და ხო, მოვიკითხოთ მალხაზი, რომელიც ყველას ძალიან ახლო მეგობარი და ძალიან კარგი პიროვნებაა და ვიცი, რომ ძალიან გვერდით გიდგა, თუმცა ამაზე მე კითხვაც მაქვს და აუცილებლად დაგისვა. ეხლა მანანა და თემური არიან ძალიან გამოცდილები ამ გადაცემაში. მე სხვათა შორის მეგობრებშიც ბევრჯერ ყოფილან და ნუ მთავარ როლში. მე ვიყავი მეგობრებში, როდესაც თემო თემოსთან იყავი, კი, მე ვიყავი თემოს მეგობრებში და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თემო იმდენად ახლობელი ადამიანია ჩემთვის და იმდენად ძვირფასი არის, რომ ჩემი ერთადერთი შვილიშვილის ნათლი არის, ჩემი თემო და ნუ ჩემანჩოზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ჩემს ემიგრაციაში ყოფნის დროს მართლა დედობა გამიწია, საოცრად გვერდით დამიდგა და ამაზეც მექნება კითხვა აუცილებლად. აქვე ჩემს ლეილასაც მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და შემდეგ ამ კითხვას უპასუხებ უკვე. მოდი დავიწყოთ თამაში და ერთი ძალიან საყვარელი და დიდი მომღერალი უნდა გავიხსენო პირველივე შეკითხვისას. ყურადღება, პირველი კითხვა ლიკას. თქვენი გათხოვება გოგი დოლიძეს ეწყინა? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. გოგი დოლიძე, მიუხედავთ იმისა, რომ ერთი გვარი გვაქვს, ნათესაური კავშირი ჩვენ არ გქონია, თუმცა გოგი იყო მამას უახლოესი მეგობარი. მე მუსიკალური ოჯახიდან ვარ და მამას ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა. როგორც გოგი დოლიძე, ზაურ ბოლქვაძე იყო მისი ძალიან ახლო მეგობარი და ნუ მოკლედ მათ ხელში ვიზრდებოდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვსტუმრობდნენ. და როდესაც მე უკვე ოჯახი შევქმენი და მალხაზის მეუღლე გავხდი, ქუთაისში მოხდა ეს ყველაფერი, ანუ ქუთაისში წავედით კონცერტზე და ამ კონცერტის მერე მე უკვე მალხაზისთან ერთად დაუბრუნდი გათხოვილიდან, რა თქმა უნდა, გოგი მეს არ იცოდა და რამდენი წლის იყავი? 15-ის. ამასაც საუკე ვისაუბრებ. მალხაზიერი დასაპატიმრებელი. ნუ მაშინ ეგ არ იყო დასაპატიმრებელი თემა, ასე რომ, მაგრამ გოგის ეგ ეწყინა, რომ და შემდეგ ჩვენ ხო და ტელევიზიასთან მოვდიოდით მე, მამაჩემი და მახო. გოგი შეგხვდა და მამაჩემი აცნობს, რომ გოგიო ეს მახო გაიცანი ჩემი სიძეო და ვერ გაიგო ეხა გოგი სიძე ვერ მიხვდა და
როგორი სიძვეს ღიმილით ეხა შეხედა მალხაზის მოწამდა ლიკას ქმარიონ გადაირია კაცო 15 წლისო ბავში როგორ გაათხოვეთო ის კი არა რომ მე ჩემი სურვილით მოხდა ეს და ძალიან ნაწყენი იყო სხვათა შორის ნუ მე რა თქმა უნდა ეხა სახლშიც მოვიდა მე როდესაც უკვე მახო გაიცნო ძალიანაც უყვარდა და ნუ მოკლედ რაღაცა იმ პერიოდში ხო ნუ ეწყინა მე მგონი მამა ჩემზე უფრო ეწყინა ჩემი გათხოვება იმ დროს კი ნუ პატარა რო ვიყავი რა თქმა უნდა მაგიტო მალხაზზე საუბრობდით ახლა და თავი აგვარიდა დღეს გადაცემაში მონაწილეობაზე, მაგრამ მაინც მასზე მოგვიწია საუბარი პირველი კითხვის დროს. შოუ ბიზნესთანაც ძალიან ახლოს არის ეს ადამიანი და მოდი მეორე შეკითხვას დაგისვამ. დღეს რომ მომღერალი ხართ, მეუღლის დამსახურებაა? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლეა. ვინმე ხომ არ ეწინააღმდეგება ამ სიმართლეს? პირიქით მინდა ვთქვა, რომ ალხაზი ძალიან ხელს უწყობს ესეთი ცოლქმრობა, მოგოთ ამათ რო აქვთ, რომ აი ძალიან კაი მეუღლეა მალხაზი. დამსახურება არისო და ნახეთ მალხაზემ როდესაც გამიცნო მე რა თქმა უნდა მომღერალი ვიყავი და ტელევიზიის საშუალებით ნახა და ოღონდ მე ძალიან პატარა ვიყავი როდესაც მალხაზი გავიცანი დაახლოებით ალბათ 12 წლის ახლა არ გაგიჟდეს ვინმე 12 წლის კი არ გავყოლილო არ ცოლად უბრალოდ ძალიან ადრეულ ასაკში გავიცანი თვითონ მახო არის ხელოვანი ოჯახიდან თვითონ დამთავრებული აქვს თეატრალური სამსახიობო მსახიობია ცოტა ხან სოხუმის თეატრის მსახიობი იყო მაშინ ბატონი დიმაჯაიანის იყო ხელმძღვანელი და მახოს ძალიან უყვარს აი ეს ხელოვნება, ეს ხელოვნების სფერო და თვითონ არ წავიდა თავისი პროფესიით, არ გააგრძელა მოღვაწეობა და იმდენად უყვარს ეს ყველაფერი, რომ აი გადმოიტანა ჩემში. მე რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება სცენაზე ვარ, გიждები ჩემს პროფესიაზე და ძალიან მიყვარს, ცოტა ზარმაცი ვარ, მიხვდი? ზარმაცი რა მხრივ? სულ მჭირდება ბიძგი. ეს ბიძგი მთელი ცხოვრება ჩვენ 32 წელია უკვე ცოლქმარი ვართ, არის მალხაზი. ამიტომ ვთქვი, რომ შეიძლება მე მალხაზის ცოლი რომ არ ყოფილიყავი, ну რა თქმა უნდა, ეხა შევქმნიდი ოჯახს, ხო, სხვა ოჯახი მექნებოდა. არ გამეგძელებინა სიმღერა. მიხვდით? ამიტომ რომ არა ასეთი მეუღლის გვერდში დგომა. ვოკალშიც ხო გამეცადინებს? კი, დღემდე. დღემდე მომეცადინე. მართლა ეგ როგორ ხდება? ესე ამღერებს ხოლმე ინსტრუმენტად. ნუ იტყუიდე. გამები, ოქტავები. ზეოთ ჰიბათვისა მინდა რომ გაიხსენო. რომელთაც გრან-პრი მოიპოვე თურქეთში. ერთადერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს იყო თურქეთის საერთაშორისო ფესტივალი. 92 წელი იყო და სწორედ სიმღერამ ზეოთ ჰიბათვისა თი ჩამოვიტანე გრან-პრი. ანუ ერთადერთ კონკურსში და ისიც გრან-პრი. მე გავთხოვდი და ამ შეძლებოდა ბევრი გრან-პრი ყოფილიყო. იცი რა, არ ვარ მე კონკურსების მომღერალი, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ იმ პერიოდში იყო ესე და წავედი და არ ვიცი ხო, ესე მოხდა რომ ჩამოვიტანე და ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი, თან ძალიან საკმაოდ პატარა ვიყავი და ეს პირველი ვინ იყო თქვენი პედაგოგი, მაესტრო? ვიცი რომ რობერტ ბარძიმაშვილთან. ეს უკვე ლახტის პერიოდი. ხო, ლახტზე. მე მღეროდი ანსამბლ ლახტში, 5 წლის ვიყავი. აი სწორედ იმ პერიოდიდან ვიცნობ მე და თემო. ზუსტად ლიკას მე ვიყავი 75-ში ეს ლახტში და აი ამ ხელა ლიკა და ლევან ლაზარიშვილი დავმეგობრდი მის დედიკოსთან, მამიკოსთან და მოკლედ აი იქიდან ჩვენ მოვდივართ. მე მოვდივართ იქიდან ამასობაში მე თემურის დავეწიე ასაკით და დღეს უკვე ჩვენ ვართ საუკეთესო. დავეწიე ასაკით. და თქვენ არაჩვეულებრივად მღერით ერთად. ასე რომ მე მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ რომ დღევანდელი გადაცემა დავაგვირგვინოთ თქვენი დუეტი. კი ბატონო. ერთი ქალბატონი რომელიც აქ არის სტუმრად ეხლა ძალიან ჩუმად ზის. მოდი დავსვამ მესამე შეკითხვას და მე მოვიპოვებთ მისგან საინტერესო ინფორმაციებს, აი სწორედაც რომ ემიგრაციაზე. მესამე კითხვა. ემიგრაციაში ყოფნის სიმძიმე მანანა და ლეილა თოდაძეებმა შეგიმსუბუქეს? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. როდის წახვედით ემიგრაციაში? ემიგრაციაში წავედით 2000 წელს უკვე მალხაზი შეხვდა იქ. მე რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ წამიყვანა. ძალიან რთული პერიოდი იყო.
ყველას ვისაც გვახსოვს 90-იანი წლები და ძალიან გაგვიჭირდა ჩვენს ფინანსურად. გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ემიგრაციაში. მოსკოვში ხო? ხო, იყო 3 თვიანი კონტრაქტი უნდა მემუშავა და რომ დამთავრდებოდა ეს ჩემი კონტრაქტი, უნდა დაუბრუნებულიყავი უკან. პარალელურ რეჟიმში მინდა ის აღნიშნო, რომ მალხაზი ტაქსაობდა. მიხვდით, ან იმის თქვა მინდა, რომ არ არის სათაკილო, რას შენი შრომით, რასაც რა თქმა უნდა. დამთავრდა ეს 3 თვიანი კონტრაქტი და უნდა დაუბრუნდე უკან. და ჩემი მანჩო ამ დროს გააკეთა ყველაფერი იმისთვის, შემიწყო ხელი ყველანაირად. იმდენად, რომ მე მახსოვს იმ პერიოდში მანჩო ემზადებოდა თბილისში ფილარმონიაში სოლო კონცერტისთვის და სანამ რაღაცას მოგიძებნიო მეო აქო, მის ადგილზე დამტოვა. დედას გეფიცებით, მის ადგილას ხო გახსოვს დამტოვა და წამოვიდა. მანჩო, იმიტომ რომ რეპეტიციები ქონდა და ძალიან ბევრს ედგა მანჩო გვერდით, არა მარტო მე, ბევრს გაუწოდა ხელი და მე გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, რომ არაფრით არ შემილა ჩემი ლეილა არ მოვიკითხო დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ იცით როგორი პერიოდი იყო, ჩვენ ძალიან ახლოს მოგვიწია ცხოვრება, ჩემი და ლეილას ფანჯრები ესე უყურებდა ერთმანეთს და თვითონ ლეილა ძალიან დაღლილი რომ მოდიოდა, ღონისძიება ქონდა თუ კონცერტი ქონდა. დამირეკავდა, რომ გადმოდი სახლში ვარ და აი ესე ლეილა დაჯდებოდა თვითონ დაღლილი. ამიკინძავდა სათითაოდ სიმღერას მასწავლიდა და მე ბოლოს ესე დამიტვირთავდა ხოლმე ჩანთებს თუ პროდუქტი თუ ის და ასე მაცილებდა. და აი როგორ შეიძლება ეხა რომ ეს დაგავიწყდეს ადამიანს. ამიტომ ჩემი ლეილა და მანჩო მოვდივართ დღემდე ერთად და სხვათა შორის ბევრს ვერეოდი ლეილა ვეგონე ხოლმე მანჩოს გასოს მანჩოს გოგოა ვამბობ. დიდხანს იყავით ემიგრაციაში თითქმის 20 წელი. 20 წელი? მანანა, ასე ბევრს ეხმარებოდი ალბათ. შეძლებს და გვარად, იცი, რა ვიცი ახლა მასე კი არ მახსოვს ვის რა გავუყო, მაგრამ ლიკარით გამოარჩიე, რომ შენ შემცვლელად დატოვე მაგალითად. ლიკა იმით გამოარჩიე, რომ ლიკა არის ძალიან მაგარი მომღერალი. ლიკა კი არ მღერის, ქარგავს ყველა ფრაზას, ყველა ბგერას, არის ძალიან კულტურული მომღერალი. მე ვგიჟდები ლიკას სიმღერაზე და ეგ რო არ იყოს, ხო? მე ლიკა ისე მიყვარს, რომ მე 2 გოგო მყავს და ეხლა მყავს 4, ერთი ლიკა დოლიძია, ჩემი შვილი და მეორე ცირა ბზიშვილი. აი ეს 4 გოგოს პატრონი ვარ. მე არა ვარ შენი შვილი. შენ არა, შენ ბაბუა ხარ. ხო? ხო და აი ლიკაზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, იმიტომ რომ ლიკა არის ისეთი მეგობარი, რომ ყველა ჩემ კეთილს ასეთი მეგობარი როგორც არის ლიკა ერთგული, კეთილი, სამართლიანი. ნუ არ ვიცი რა, ისე მიყვარს რომ დავინახავთ ხოლმე ცრემლები გვადგება ორივეს, იმდენად გვიყვარს ერთმანეთი. მე ლიკასგანაც ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს და სიხარულს და ნუ ჩემ მახოზე აღარ ვლაპარაკობ, რომ დამიჭერს ხოლმე, ყუნყუნყურო დამიწყებს კოთას. სასწაულები არიან ორივე. ძალიან თბილები და მე ბედნიერი ვარ ლიკა. შენ რო არსებობ ჩემ ცხოვრებაში და ჩემი ლეილას ცხოვრებაში. ლეილასაც იცი როგორ უყვარხარ ყველა. მთელი ოჯახი. და აი ამ მესამე შეკითხვამ და ემიგრაციის თემამ პირველი ეტაპი გადაგვალახინა 500 ლარი მოვიგეთ და პირველი ეტაპი გავლილია ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. თამარს მე მინდა რომ მეოთხე შეკითხვა დაგისვათ. სხვის ფონოგრამაზე გიმღერიათ? კი. ეს პასუხი არის აი როგორ დავაინტრიგეთ მაყურებელი. სიმართლე. სიმართლე ყოფილა. რა მოხდა? მზეოთიბათვის არის აი ძალიან პოპულარული როა ის პერიოდია ვარ დაახლოებით ალბათ სადღაც ხო უკვე 13-14 წლის და ერთ-ერთი კონცერტია არ მახსოვს ეხლა თქვენ შეიძლება თქვენც იყავით არ რომ ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით. თქვენ მაშინ პატარები იყავით. ნუ მოკლედ მღერი მზეოთიბათვისას და ჩემ შემდეგ გამოდის ქალბატონი მედია ძიძიგური. გავდივარ და ველოდები რომ უნდა ჩაერთოს მზეოთიბათვისა და ვიმღერო. როგორც ჩანს ჩვენი ხმის რეჟისორს ვინც იყო აერია როგორც ჩანს ეს ფონოგრამა და მზეოთიბათვისას მაგირად ჩაერთო ქალბატონი მედია ძიძიგურის ისევ მიდიხარ ისევ შორდები. ოღონდ მე დღემდე ვერ ხვდები რატომ იმ წუთას არ გაჩერდა ეს სიმღერა. ერთადერთი რაც მახსოვს რომ დამიბნელდა თვალებში ისედაც ჩაბნელებული სცენა და რომ მოვტრიალდი კულისებში ვუყურებ ბატონ დორიან კიტიას სახეს რომელიც მაშინ ფილარმონიის დირექტორი იყო რომ ეს შუბზე აქვს თვალები ასული და მედია ძიძიგური არის ჩაკეცილი და იცინის და ხელით მიკეთებს ესე ანუ გააგრძელე. იმღერეო? მე ვიმღერე, დედას გეფიცებით ვიმღერე ეს სიმღერა.
მედიას ნამღერზე. მედიას ნამღერზე არ გაჩერდა, მართლა ჩემი ესწრებოდა ამ კონცერტს. მართლა რა მოხდა, არ ვიცი და ხალხი ზოგი რაღაცა სიცილის ხმა მესმის დარბაზში, აპლოდისმენტი, მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ამხელა აპლოდისმენტი ჩემს სიცოცხლეში არ მქონია. დამთავრდა, გამოვედი და ქალბატონმა მედიამ მომკიდა ხელი, ორივე ერთად გამოვედით ბისზე. მედიკო მიმღერა, მე ზეოთიბად. არა, ნუ რა თქმა უნდა, მე იმ კონცერტზე აღარც მე მიმღერია ზეოთიბათისა და აღარც ქალბატონ მედიას ეს თანაწერი არ არსებობს. და ძალიან გული წდება, რომ ამისი, იმიტომ რომ როგორც მახოს ტელევიზია არ იღებდა და ალბათ რომ წყობილიყო, ნუ ახლა ეთერში ხარ გაუშვებდნენ ამას ახლა რა სისულელი იყო და ამიტომ არის პლუსი არ უნდა იმღერო არის. საოცარი მომღერალი მედიკო, ციციკური თანაც ისეთი სიმღერა, რომელიც ახლა როგორ გინდა რომ დაიჯერო რომ მედიკოს ხმა არ არის და არა, მე შევედი როლში. ბავშვი მღერის მაგრამ. არა, იქ მიხვდა კაცო, უბრალოდ რატო არ გაჩერდა და რატო მოხდა ეს? მაინც დააბნიეთ მაყურებელი. ერთ ეგონებოდა რომ მე პაროდიას პაროდიას, ხო. მე მინდა რომ მეხუთე შეკითხვა დავსვა. აქციაზე სიმღერის გამო მეორე დღეს ქვეყნის დატოვება მოგიწიათ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. რამოდენიმე წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი და მე და მახო ჩამოვედით ოჯახის მოსანახულებლად და რაღაცა პრობლემების მოსაგვარებლად. აქცია ტარდება რუსთაველზე, მშვიდობიანი ჩვეულებრივი აბსოლუტურად და გადმოცემენ პირდაპირ ეთერში. პარალელურად კონცერტია და მღერის ყველა ჩემი კოლეგა მეგობარი, რომელიც მე ძალიან ბევრი წელია არ მყავს ნანახით. ძალიან მომინდა რომ მივსულიყავი და ესენი ყველა, ანუ ჩემი მეგობრები. მღერის ყველა ვინც არ არის გაქცეული, ან ვინც არ არის ციხეში ისინი. ხო და მართლა გულით მომინდა რომ მივსულიყავი და მენახა ყველა. წავედი და ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა რომელ წელს ხდებოდა შეიძლება? 2007 იყო. მე უკვე გაქცეული ვარ. ხო. მივედი და ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა არის ორგანიზატორი და ნუ ძალიან გაეხარდა, ხა მეც ძალიან გამეხარდა, მოვესიყვარული ყველას და მითხრა რომ ხომ არ იმღერებ, ხომ არ გაქვს სურვილი და რა თქმა უნდა ვიმღერე დიდი სიყვარულით და დიდი სიამოვნებით. მეორე დღეს ჩემი მეგობარი ერთ-ერთი, რომელიც იმ დროს მუშაობდა სტრუქტურაში, თამირეკა და მკითხა რომ როდის მიდიხარო და მე ვთხარი რა ვიცი რა ხალი ჩამოსული ვარ, მაგრამ წავა მალე ალბათ მეთქი და ხო მე მაინცო გირჩევო რომ დროზე აიღო ბილეთი და მეთქი რა ხდება მე აი მე გეტყვი რა მე მოგიყვები როცა იყო გიორგი ეგ იყო ნოემბრის აქციები და ნუ რა თქმა უნდა წავედი ახლა შეგეშინდათ კი ესე იგი იყო რაღაცა ლაპარაკი ხო ჩემს ირგვლივ და წავედი და მე ძალიან ბევრი წელი აღარც ჩამოსულ ვარ საქართველოში მე მის მადლობელი ვარ რომ ისეთი ადამიანია ჩემი ოჯახისთვის რომ გასაგებია ყველა გარეკა და უნდა გავეფრთხილები თუ დაიჭერდნენ ჩემ კამერაში შემოუშვებდნენ ამას ლიკას ან მალხას ჩემთან და იმას აჩი ფურცელაძესთან ხო ჩვენ ერთად ვიჯექით რა კომენტარი შეიძლება ამაზე გააკეთოს ადამიანმა წლები რო გადის ეხა გვეცინება და ხო გვეცინება რეალურად რთული ამბავი იყო ძალიან ნელიკოს მინდა ვკითხო როგორ მიდის ლიკას გულწრფელობა რა სიტყვით და როგორი ადამიანია ლიკა არის ყველაზე საიმედო მეგობარი ყველაზე ერთგული ადამიანი არის ერთგული არის თავის საქმის მიმართაც ჩემს მიმართ ძალიან ერთგულია. თვითონ თქვა რომ მე ცოტა ზარმაცი ვარ რომ ვერ ვიტყვი რომ ლიკა ზარმაცია, ლიკა ძალიან შრომის მოყვარეც არის. ძალიან კომფორტული ადამიანია ზოგადად ლიკა, ყველანაირად კომფორტული ადამიანია. ფიქრობთ რომ ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა მას როგორც მომღერალს დააკლო კარიერაში ვთქვათ ის აღიარება, მეტი აღიარება რო ქონოდა? ჩემთვის მისი ემიგრაცია იყო შოკი. მე 6-7 წელი არ მყავდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ნანახი და მისი პირველი ჩამოსვლა რომ ახსენდება ეხაც ცრებლები მომადგა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის მისი დანახვა იყო ჩემთვის არ ვიცი შოკი. ლიზი, როგორი დედამთილია? სიმართლე გითხარი ან დედამთილი არ ვიცი, მაგრამ ლიზი არის ძალიან ლამაზი. კი, ლიზი ნამდვილად. ძალიან. მადლობა. ხო, აი დედამთილი მართლა არ ვიცი, ეგ სიტყვა ძალიან ცუდად ხდება ყურში და აი რომ ვაცნობ ხოლმე ადამიანებს ლიკას ან მახოს ძალიან მეუხერხულება რომ თქვა ერთზეც და მეორეზეც რომ ან დედამთილია ან მამამთილი, იმიტომ რომ გაცნობის დღიდანვე
აი რძალდედამთილთან დაკავშირებით ყველა მითი ეგრევე დაამსხვრია ლიკამ და მახომაც. თან დედამთილი რო ესეთი ნიჭიერი მომღერალია, ეგ რას ნიშნავს ოჯახისთვის? პირველ რიგში ყველა ვამაყობთ ძალიან შრომის მოყვარეა და არ ვიცი, გულით გვინდა ყველას, რომ ზუსტად ყველამ ისე დაინახოს, როგორიც რეალურად არის. იმიტომ რომ იმსახურებს მართლა ყველაფერს საუკეთესოს. აი, ასეთი სიტყვები ლიზისგან მოვისმენთ. უკვე დამაკომპლექსეს რძალი, დედამთილი ვეღარ ვიყენებ ამ სიტყვას. არა, ხო არა ვართ ნამდვილად. მე იმიტომ აღვნიშნე, რომ ლიზი არის ჩემი შვილი. შენც ესი არა ხარ, შენ სიდედრთან? კი. ო, დაძმასავითარ ხარ. მეგობრულად, აბა. მეგობრები, ო. შენც მეგობრობთ ისეთი. ხო, ყველა მეგობრობს შენს სიდედრთან. ლიზი არის გოგო შვილი, რომელიც მე ყოველთვის მინდოდა რომ ყოლოდა. სულ ვეუბნები ჩემ შვილს დიდ მადლობას, რომ ესეთი სწორი და კარგი არჩევანი გააკეთა. დღეს ძალიან დიდი ფუფუნება არის ოჯახში, როდესაც შემოგივა ესეთი გოგო ადამიანი, მაგრამ სხვანაირი ვერ იქნება ლიზი, იმიტომ რომ თვითონ არის საოცარ ოჯახში გაზრდილი, ძალიან მაგარი დედის აღზრდილი შვილი არის და ადამიანი როცა გეიმედება, ამაზე კარგი არაფერი არ არის. მახსოვს ახალი რძალდედამთილი ვარ და ერთ-ერთ გადაცემაში მიგვიყვანეს გახსოვს და მე კომენტარებში დაიწერა, რომ კაცო ჯერო ახალი დედამთილიაო და ერთ-ორ წელიწადში როგორი ჯიგჯიგებენ რომ ნახავთ და 2-ც გავიდა, 4-ც გავიდა, აგერ და ვჭიკჭიკებთ კი არა, ვგალობთ დუეტში. ფანტასტიკურად. ელენეს მეგობარიც ვიქნები, იმიტომ რომ ელენემ აბსოლუტურად ამოაყირავა ჩვენი ცხოვრება. ეს არის სასწაული გრძნობა. რამხელა? შვილი 3 წლის გახდა ეხლა და აი არ ვიცი როგორი პრინცესა არის, აი ვერ გეტყვი, საოცრება არის. ჩემი galaktika თქო ვამბობ. ხოჭორ შვილზე არ გვისაუბრია და მეექვსე შეკითხვა მინდა რომ დავსვო. ნანობთ რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს შვილს ყურადღება მოაკელით? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. აქ დატოვეთ შვილი? კი, საქართველოში დავტოვე. ვისთან, ბებიასთან? ბებიებთან, კი. მე და მალხაზი ძალიან პატარა ასაკში გავხდით მშობლები. ჩვენ, მე, მალხაზი და გიორგი, ჩემი უფროსი ბიჭი, რა თქმა უნდა, მშობლები გვეხმარებოდნენ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. სადაც მივდიოდით, მიყვავდა, ერთი წუთი არ მყავდა მე ბავშვი დატოვებული და რაღაცნაირად რომ მოხდა, რომ ჩვენ ემიგრაციაში მოგვიწია წასვლა, ბავშვით ვერაფრით ვერ წავიდოდით. ჯერ იმიტომ, რომ სკოლა უწევდა და უცხო ქვეყანაში ესე პირდაპირ სკოლაში ვერ შევიყვანდი. მაგრამ აი რას ნანობთ? ნანობ იმას, რომ აი ეს პერიოდი თუნდაც რაც დავტოვე, ის გარკვეული რამოდენიმე 3 თუ 4 წელი, თუმცა რა თქმა უნდა ჩამოყვავდა ჩვენც რაღაცნაირად ვახერხებდით ჩამოსვლას, ეს იყო გაუსაძლისი ჩემთვის პირადად. თუმცა მალე წავიყვანე და რა თქმა უნდა მე უკვე ჩვენთან იყო სანამ ჩვენ არ დავბრუნდით ბოლომდე და ნუ მეორე შვილი უკვე ემიგრაციაში შეგვეცინა. მეშვიდე კითხვის დროა და სხვა შორის 5000 ლარს იგებს და მინდა რომ იყო გულწრფელი, ყურადღება. ლიკა დოლიძე წარმატებული მომღერალია? არა მგონია. ანუ პასუხი არის? არ ვარ, ხა ისე წარმატებულია, წარმატება მე ცოტა სხვანაირ აღქმაში მაქვს. ეს პასუხი არის მე მოგიწვიეთ როგორც წარმატებული მომღერალი. დიდი მადლობა. თქვენ ამბობთ რომ არ ვარ წარმატებული. არა, ახსნი რატომაც ვამბობ. გავიგე, მაგრამ დეტექტორი რას გადაწყვეტს? შეიძლება 5000 ლარს მოგაგებინებს, ხო არ ვიცი. ან ყველა დაიძაბა. ძალიან. სიცრუე. ხო, აი? სიცრუე. ესე იგი გამოვიდა რომ ლიკა არის წარმატებული, მაგრამ ამას არ აღიარებთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. მე რა მადლობა დეტექტორს, ხო რა თქმა უნდა. იცი რა არის, მე რომ ის წლები არ ყოფილიყავი წასული, დღეს ბევრად წარმატებული მომღერალი ვიქნებოდი. არ ვჩანვარ მე ისე სიხშირით ეკრანზე. ანუ ვარსკვლავი არ ხარ? აი ვარსკვლავი, აი ვარსკვლავი. ნუ მოკლედ. აბა თუ გეთანხმებიან, მოდი ვკითხოთ ახლა. გიждები ლიკას ტემბრზე მე პირადად და ლიკას ტექნიკა ეს როგორ მღერის ვისურვებდი რომ ბევრი მომღერალი ყავდეს ეგეთი. წარმატებული არის თუ არა შენი რა თქმა უნდა, წარმატებულია, ხალხს უყვარს. ღერის, კაი ხმა აქვს, კაი მონაცემები აქვს და მეტი წარმატება რა არის, ახლა ვერ გავიგე.
მე ვთვლი ჩემო ძვირფასებო რომ ლიკა დოლიძე არის ძალიან მაღალი რანგის მომღერალი. არის ძალიან განათლებული, ერუდირებული, კულტურა ჭირდება სიმღერას, რომ წარმოაჩინო და მაყურებელს მოასმენო. აი, ლიკასგან შეიძლება ისწავლოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ ხატავს, ქარგავს ყველა სიმღერას და სული და გულია ჩადებული. რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ლიკა არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მაგრამ თავმდაბალი. არაჩვეულებრივი მომღერალი, მაგრამ აი მართალია. ზედმეტად თავდაბალი ხარ ლიკა, ჩემო ძვირფასო. შენი თავის ფასი უნდა უფრო შეაფასო, შენი საკუთარი თავი. თქვენც რო თავდაბლობით რო წააგეთ მაშინ. მე თავდაბლობით წავაგე, იმიტომ რომ ეხლა ჩემ თავს მე ლამაზად არ ლამაზი ხარო და ლამაზი ხარ, მან ჩუა. არა, ლამაზი შენ არ ვარ, რომ ლამაზი. და აი როგორ შენ ართვი რომ ლამაზი ხარ, ისე ართვი მე რომ. ნახე როგორ დაიჭანა, რა გავაკეთო. არა, ლამაზზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სიმპათიური აი მე თავდაბლობა არ მაქვს და ამიტომ მოვიკე 5000. შენ მოიგე. პირველად გავბრაზდი შენზე მე მგონი. მეორედ რომ მოვალ კიდე სიცრუის დეტექტორში, მე ვიტყვი რომ წარმატებული ვარ. არა, მეც ვიტყვი რომ ლამაზი ვარ თქო. გავბრაზდი მართლა აბრაზებულია. მე არ ვარ სიმართლე გითხრათ და დიდად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან თავმდაბალია. მაგრამ თუმცა არ ვაღიარებ რომ მართალია. აჰა. მაგრამ ნუ თავმდაბალია, ხო. მე მინდა ამ წარმატების ნიშნად დაგითმოთ ჩვენი სცენა, მოვიხმოთ თემურ თათარაშვილი და ვიმღეროთ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა. უშების თოვლი, დიდი სიამოვნებით. ერთი კვირით გემშვიდობებით.